Așa. მე ბავშვობაში როგორც ალბათ ყველა ბავშვი ვხადავდი, თუმცა უკვე სკოლის დამთავრების შემდეგ მხატვრობას მოვყიდე უფრო პროფესიონალურად და ამაში ძალიან დიდი როლი შეიტანა ოჯახურმა ტრადიციამ. რომ 4 თაობა, 3 თაობა იყო ჩვენ ოჯახში მხატვარი და დაბადებიდანვე ასე ვთქვათ მე სუნთქავდი საღებავის და ამან საკმაოდ დიდი როლი ითამაშა და ამ ხელით შემიწყო იმაში რომ მხატვარი გამხდარიყავი, რადგან საკმაოდ დიდი გამოცდილება იყო დაგროვილი ჩემ წინაპრებში და ამან დამეხმარა რომ გამხდარიყავი მხატვარი. ჩვენი იტალიური სახელები ძირითადად განპირობებულია ჩვენი პროფესიით, რომ ეს სახვითი ხელოვნება რეალისტური ხატვა ძირითადად იტალიიდან მოდის. ჯერ თავიდან ძველი რომიდან, შემდეგ რენესანსიდან, რომელიც დაიწყო იტალიაში და მერე იტალიიდან მოვიდა მთელ ევროპას და მთელ დასავლეთს. და მამაჩემი არის ივანე ოფიციალურად დაერქვა მისი ბაბუის სახელი და მე უკვე ოფიციალურად ვარ ბრუნო. იქიდან გამომდინარე რომ ჩემი თემა მხატვრობაში ძალიან მრავალფეროვანია, შთაგონების წყაროც ასევე მრავალფეროვანია. შეიძლება იყოს ან რაღაც ისტორია, რომ ბევრი ჩემი ნახატი ისტორიულ თემაზეა შესრულებული, შეიძლება იყოს რაღაც ლამაზი პეიზაჟი, ან თუნდაც რამე ნაწარმოები ლიტერატურული. ბევრი ნახატია, რომელიც მე მიყვარს ჩემი შემოქმედებიდან და რთულია მათი გამორჩევა, როგორც ალბათ საკუთარი შვილების. თუმცა შევამჩნიე ერთი ტენდენცია, ახალი ნახატები უფრო მიყვარს. ძირითადად ძალიან მიყვარს მე მე-19 საუკუნე მხატვრობაში. გამოვარჩევდი ერთ-ერთ ჟან ლეონ ჟერომს, ფრანგი ორიენტალისტია, რომელიც ხატავდა ძირითადად აღმოსავლურ თემებს. ბევრი მისი ნამუშევრები მე ძალიან მომწონს. ერთ-ერთი მაგდაგვარი არის არავების ლაშქარი უდაბნოში. ასევე კარგი ნამუშევრები აქვს ძველი რომის თემაზე. საქართველოში ეს პროფესია დიდად არ არის თქო დაფასებული, იმიტომ რომ ალბათ არ არის ხატვის ტრადიციები ჩვენ შუა საუკუნეებში, როცა იყო რენესანსი ევროპაში. ჩვენთან იყო ძალიან ცუდი პერიოდი, ომები და მარტო საეკლესიო მხატვრობა. საერო შემოვიდა მარტო მე-19 საუკუნეში. სამოვალოდ ვაპირებ ახალ გამოფენებს, იმიტომ რომ მხატვარმა მთელი ცხოვრება უნდა აკეთოს გამოფენები, ახალი ნამუშევრების შექმნას არ უნდა გაჩერდეს არასოდეს.